Hello gurus, welcome to another episode. Hope you're having a beautiful day. We're going to მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ბიტკოინსა და ტექნოლოგიურ აქციებს განვიხილავთ. გუშინ Google და Alibaba გაიზარდა, Nvidia და ნახევარგამტარების სექტორი კი გაიყიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ადგილობრივი ჩიპების წარმოებაში პროგრესი გამოაცხადა. ყურადღებას ბიტკოინზე, Nvidia-სა და Google-ზე გავამახვილებთ. So we'll jump into Bitcoin, Nvidia, and Google. Hit the subscribe button, smash up thumbs up and turn on the bell. If you have any questions for me, let me know in the comment section down below. I'll read them. ჩემი მიზანია კაპიტალი ერთი და იმავე ხარისხიანი აქტივებით განმეორებითი ვაჭრობის გზით გავზარდო. ვყიდულობ, როცა კვირისა და თვის სტოქასტიკური ინდიკატორები ჭარბი გაყიდვის ზონაშია, ხოლო ჭარბი ყიდვისას პოზიციას ვამცირებ. მთავარ სიაშია Google, Nvidia, Apple, TSM, Foxconn, Amazon და Bitcoin. Oversold, sell them when they're overbought on the weekly and the monthly stochastics. Let's jump into the technicals for Bitcoin now. Alibaba დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა, Google კი 3%-ით, მას შემდეგ რაც ვარდნისას დავამატეთ. Apple-მა ახალი მაქსიმუმი შექმნა, Nvidia 4.9%-ით დაეცა, ნავთობი კი დაახლოებით 3.9%-ით. ბიტკოინით შემცირდა და ჩემი 1.5 ბიტკოინიანი ლონგინულოვანი შედეგიდან დაახლოებით $2,470 დაუფიქსირებელ ზარალში გადავიდა. Let's go into the technicals, and my Bitcoin trade has now gone a bit into the red. It broke even yesterday, the trade. It had broken even and now it's down. ბიტკოინი დაახლოებით 65,000-დან გაიყიდა. თვის გრაფიკზე კვლავ ჭარბი გაყიდვის ზონაშია, თუმცა ზემოთ შებრუნება უჭირს. დაახლოებით 58,000-დან თითქმის 67,000-მდე ზრდა ძალას კარგავს. ბოლო სისუსტის გამო პოზიციის შემცირებას განვიხილავ. To 67, almost a $12,000 pump, and then it looks like it's fading down. Unfortunately, on the daily, we're inside this channel. You can see that it's been in a channel for a while, but it does seem to be unable to bounce through. It made a higher low on this part of the channel. ბიტკოინი დიდ არხში რჩება, თუმცა უფრო მაღალი მინიმუმის შემდეგ ზრდა ვერ გააგრძელა. 4 საათიან გრაფიკზე მკაფიო თავი და მხრების ჩამოყალიბდა. ფორმაციის ზომა შესაძლო დაღმავალ სამიზნედ დაახლოებით 67,000-ს გვაძლევს. The distance of the head, this distance here. So we could get a drop on Bitcoin. 60,600. Looks like head and shoulders. It is oversold on the 4-hourly. It is oversold on the hourly. 4 საათიანი და საათობრივი გრაფიკები ჭარბად გაყიდულია, მაგრამ თავი და მხრები აშკარაა. რისკის შესამცირებლად 1.5 ბიტკოინიან პოზიციას ვანახევრებ და 0.75 ბიტკოინის ლონგს ვტოვებ. თუ ფასი 66,000-ისკენ წავა, პოზიციას ქვემოთ კვლავ გავზრდი. Make it a 0.75 trade. I reduce it and then I'm going to put that trade at 60,700. Next order and then 60,000. პოზიციას ერთჯერადი დიდი შესვლის ნაცვლად ეტაპობრივი ლიმიტ ორდერებით აღვადგენ. დონეებია დაახლოებით 62, 60, 58, 55 და 53,000, ჩვეულებრივ ნახევარი ბიტკოინი თითო ორდერზე. ასე შემდგომი ვარდნის შემთხვევაში ნაღდ ფულს ვინარჩუნებ. აქტიური პოზიციის შემცირების შემდეგ 62,000-თან ნახევარი ბიტკოინის ყიდვის ორდერი დავამატე, დანარჩენი კი უფრო დაბლა დავტოვე. უახლოესი ორდერი მხოლოდ შემდეგ მხარდაჭერაზე გააქტიურდება. ეს საშუალებას მაძლევს პოზიცია ეტაპობრივად აღვადგინო და ზუსტი ფსკერის გამოცნობას არ ვეცადო. My Bitcoin trade is set up at 60. Wix-ზე 63,000-თან ცალკე ბიტკოინის ორდერი თითქმის აქტიურდებოდა. ტექნიკური სურათის შეცვლის გამო ის დაახლოებით 66,000-მდე ჩამოვწიე. ორდერის ღირებულება დაახლოებით $2,900-ია, ამიტომ ცვლილება შესვლის ფასს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. $60,600. So now I've got this trade open, -1.2, closed half, and then I've got the next order at 62 and laddered it down.
ნახევრის დახურვის შემდეგ დარჩენილი ღია პოზიცია დაახლოებით $1.200 ზარალშია. Bybit-ზე უახლოესი ყიდვის ორდერი უფრო ძლიერ მხარდაჭერასთან დაახლოებით 61.700-ზე გადავიტანე, ქვედა ორდერები კი დავტოვე. Wix-ზე შემდეგი ორდერი დაახლოებით 6600-ზე რჩება. 61,500, 58, 60, 55, and on Wix it's at 6,600. Let's go into Nvidia had a big sell-off, 4.9% today. Matching Google. Nvidia 4.9%-ით დაეცა. კვირის გრაფიკი ჭარბად გაყიდულია, თუმცა შეფასებაც მნიშვნელოვანია. ფასი მოგების კოეფიციენტი დაახლოებით 31-ია, რაც 20-იან საორიენტაციო დონეს აღემატება. ამავე დროს კომპანია სწრაფად იზრდება. წლიური შემოსავალი დაახლოებით $216 მილიარდი, წმინდა მოგება კი დაახლოებით $120 მილიარდი. $215 billion to $120 billion. So they're making huge money, growing very quickly. Revenues almost doubling and profits almost doubling each year. Support, we've got a support coming up at Nvidia წინასაბაზრო ვაჭრობაში უკვე დაახლოებით $196. გრაფიკზე შესაძლო ყიდვის მხარდაჭერებია $162, $141 და $88-თანაა. ყველაზე დაბალ დონეს არ ველოდები, მაგრამ თუ ნახევარგამტარების გაყიდვა გაგრძელდება, გაფრთხილებები გეგმურად შესვლაში დამეხმარება. 141. Those are two supports for Nvidia for buying, and then 87 down here also a support for buying. I don't think it gets that low. Google had a bounce 320. We got a strong bounce. I managed to buy some. Google იმ ადგილიდან, სადაც ვარდნისას ვიყიდეთ, დაახლოებით 3.8%-ით აღდგა. ფასი მოგების კოეფიციენტი დაახლოებით 16-ია, ანუ 20-იან საორიენტაციო დონეზე დაბალი. ამ მაჩვენებლით Google ბოლო მერყეობის მიუხედავად კვლავ მიმზიდველადაა შეფასებული. And they made last quarter, they made crazy money. They made $119 billion and $112 billion thanks to SpaceX in one. Google-ის უახლესი წლიური მონაცემებია დაახლოებით $403 მილიარდი შემოსავალი და $132 მილიარდი წმინდა მოგება. ბოლო კვარტალში შემოსავალი დაახლოებით $120 მილიარდი იყო, წმინდა მოგება კი $112 მილიარდი, რასაც SpaceX-თან დაკავშირებული მოგება დაეხმარა. ეს უჩვეულოდ მაღალ კვარტალურ მარჟას ხსნის. Already had a bounce of around from the bottom where we managed to buy, already had a 3.8% bounce. I'm going to add more into Google here on the weekly, the daily, and Google 4 საათიან დღის და კვირის გრაფიკებზე ჭარბად გაყიდულია და ზემოთ ბრუნდება, თუმცა თვის გრაფიკი კვლავ მაღალ ზონაშია. ფასი მოგების კოეფიციენტი დაახლოებით 16-ია და ფულადი ნაკადი ძლიერია, ამიტომ ამ კორექციაზე Google-ის აქციების დამატებას ვგეგმავ. And its revenue in one quarter made $112 billion, almost what it made the entire year. So I'm going to be buying Google because it's amazing. In the Elite Plus AI Traders group, Gemini went short Ethereum, ChatGPT 5.6 went long Sol. Elite AI Traders-ის ჯგუფმა Ethereum-ზე, Solana-ზე, Bitcoin-ზე, ოქროსა და SpaceX-ზე რამდენიმე მოდელზე დაფუძნებული გარიგებაც გახსნა. ყველა ბმული ქვემოთაა, Bybit $30,000-მდე ბონუსით, Wix $200-იანი ბონუსით ქექის გარეშე, უფასო Telegram ჯგუფი და სავაჭრო კურსი. The links are all down below and you can take the course to learn all of what I'm showing. And you can see my portfolio hit $1 million. საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა $1,000,000-იანი პორტფელი და $122,000 მოგება გვაჩვენა. მისი თქმით, საწყისი კაპიტალი თითქმის გააორმაგა. Updates in the market on Bitcoin, Nvidia, Google. I'm going to add more into Google and I've got my ეს იყო Bitcoin-ის, Nvidia-სა და Google-ის განახლება. Bitcoin-ის პოზიცია შევამცირე, Nvidia-ზე გაფრთხილებები დავაყენე და წინასაბაზრო ვაჭრობაში Google-ის დამატებას ვგეგმავ. კვლავ დაახლოებით 80% ნაღდი ფული და 20% აქციები მაქვს, თუმცა ექსპოზიციას ეტაპობრივად ვზრდი. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და ხვალამდე. To buy more Google. Love you all. Have an amazing day and I'll see you all again tomorrow.